უდავოდ ნიჭიერი კაცია, კი. ასე როდესაც ვსჯელობთ ამა თუ იმ თემაზე და ხშირად გვიწევს მსჯელობა, რადგანაც მე მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი ვარ, რომელიც აი ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, მაძიებელია, სურს მას, ასე ვთქვათ, სამეცნიერო ხარისხის დაცვა. ძალიან ხშირი კონტაქტების დროს, ასე ვთქვათ, გავრცელებული რჩები მესე აზროვნების სისხლით. მას შეუძლია აი უბრალოდ საუბრის მომენტში ისეთი საინტერესო იდეა წამოაყენოს, რომელსაც ზოგს წლების ფიქრის შემდეგაც უჭირს გააკეთოს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს ჩვენი ვალია, რომ ასეთ ხალხს გვერდში დაუდგეთ და გავაკეთებინოთ ის, რაც მას აწუხებს და უნდა გააკეთოს. რეალიზაციის გარეშე დარჩენა ამ იდეებისა უბრალოდ საცდაობა იქნება. ეს თირკმლის ღრუდან კენჭის სამხედრო ჰოსპიტალის უროლოგიური განყოფილების გამგის ლევან ფიფიას თქმით, არმიის პოლკოვნიკმა გოგი კვარაცხელიამ, რომელიც 2 დღეს იწვა ჰოსპიტალში, მესამე დღეს მათეს ნახაზი შესთავაზა. თუ გამოგონება დამტკიცდა ქირურგის აზრით, ეს დიდი სიახლე იქნება მსოფლიო უროლოგიაში. ეს ნამდვილი სენსაციაა, აცხადებს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი გურამ ხუცურაული. სენსაცია, ანუ სიახლე მედიცინაში, რომელიც შეზრავს მსოფლიოს. ურეთერო ლითოექსტრაქტორი, ასე უწოდეს ახალ აპარატს უროლოგებმა, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში ანალოგი მართლაც არ მოეძებნება. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ პროექტია. ეს აპარატი რომ მსოფლიო მნიშვნელობისაა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მთავარმა ქირურგმა იური გეგეჭკორმაც აღიარა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონდომებით აპარატი 2 თვეში შეიძლება დამზადდეს, განაცხადა ავტორი. დარწმუნებული ვარ ამაში და რაც მთავარია, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ამ დაავადებით ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვთვლით უვარგისად სამხედრო სამსახურისათვის, იქნებიან ბრძოლის უნარიანი და დაუბრუნდებიან წყობაში. დიდი მადლობა თქვენი იმის საშიშროება. მე რა მინდა ვთქვა, ჩემის აზრით იქნება უნიკალური აპარატი, რომელიც აი უახლოეს პერიოდში უნდა შევიდეს ეს სკოლში, ჩემის აზრით. ეხლა ჩვენი მთავარი კონსტრუქტორი ამის თომას პრაქტიკულ რეალიზაციას გავუკეთებ. ამას ჩვენ ექსპერიმენტებს ჩვენ მალე ჩავატარებთ. შესაძლებლობები საქართველოში გვაქვს? შეგვიძლია დაამზადებელი. აი ასეთი ამას აქვს, როდესაც თავიდან ბოლომდე ციკლი იხურება. აი იმ პრობლემის, რა პრობლემაც არსებობს დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ციკლი იხურება. აი ამიტომ გაერთიანა გამომგონებელმა გოგი კვარაცხელიამ ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და მეტალში და თვითონ დაამზადა და ეს უკვე მუშაობს. ეს არ არის უბრალო ლაბორატორიული ხელსაწყო, ეს არის უკვე საწარმოო ნიმუში, რომელმაც შეიძლება იმუშაოს და მოუტანოს ძალიან დიდი ეკონომია და სარგებელით, რომ ეს გამომგონებელი მრავალწახნაგოვანია თავისი იდეებით, თავისი აზრით. დაწყებული ფრინავი თეფშებით გატაცებული კაცი, დამთავრებული სამედიცინო ხელსაწყოები და აი ავტომობილების ბენზინისთვისაც და დიზელისთვის საწვევებისათვისაც ბევრი რამ გააკეთა და შემომქმედი კაცია. ეს დააპატენტა, საქართველოში რეგისტრაცია გაუკეთა პატენტს და ამის შემდეგ მან საერთაშორისო პატენტზე იზრუნა. მაგალითად, გაიგზავნა არის ასეთი სისტემა PCT-ის, რომლის ცენტრი არის შვეიცარიაში, ჟენევაში და არის კიდევ ევროპატენტი, რომელიც ევროპის ქვეყნებს აერთიანებს. აი თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც და იქაც ამ მისმა ნამუშევრებმა მიიღო მაღალი შეფასება. ეს გამოგონება ჩემი აზრით, რომ იყოს კარგი სპონსორი, აი ქართველებში
თუ არის ისეთი ვისაც უნდა რომ ფული დახარჯოს და მე ამოიღოს ის ფული დროებით მაინც ჩადოს იმ საქმეში რომ ქართულმა ინტელექტმა გაიმარჯვოს. აი ეს იქნება ქართული ინტელექტის გამარჯვება. ამ კაცს უნდა დახმარება, ეს უნდა გაკეთდეს მასიურად, ეს გაიყიდება აუცილებლად მსოფლიო ბაზარზე. ეს ფიტრი არის სპეციალური სითხე, მაგ აქ პატარა აუზი, ჩავაგდებთ ამ აუზში, ჩავაგდებთ სპრისკებისათვის პრიბორი, რომელიც ჩართვის შემთხვევაში, როცა უკვე წმენდას დავიწყებ, ჩართვის შემთხვევაში უჩვენებს რომელი ფასონგაზე არის კოჭა დამწვარი. თუ ერთი კოჭა არის დამწვარი 1 ამპერით ეცემა ის არის, თუ 2-ია დამწვარი დაუშვა 2, თუ 6-ია 6 ამპერით ეცემა აქ ხსნელობს ამპერაჟი. ახლა ჩავუწყოთ და განახლა როგორ არის ამისი გასუთავი და გარეწვა. თავ პირდაპირ აპარატს, ჩავუთავ აპარატს, აქ უკვე დავლენია მაგ 5 ატმოსფერო წნევა. 5 ატმოსფერო წნევა მაქვს. 5 ატმოსფერო წნევის შემიძლია მექანიკურზე ვიმუშავო, მინდა მექანიკურზე ვიმუშავებ და მინდა ამაზე. მიყენია 2 კრანი, რომლითაც შემიძლია ერთი გავკეტო. მექანიკურ სისტემას დაუკეტო აქეთ და გავხსნი აქეთ მეორეს ელექტრონულ სპრისკზე. ჩავთავ და იწყება გაწმენდა ამის. ესე იგი, გასუთავებული ფილტრი, გასუთავებული დაყენდება. Ну, аппарат отличный. Ни в Грузии, ни на Западе, ни в Америке такого аппарата нет. ბოლო პერიოდში მსოფლიოში მრავალი მეცნიერი და მრავალი ფირმა არის დაინტერესებული იმაზე, რომ შექმნან საფრენი აპარატები, რომლებიც სხვადასხვა პრინციპებზე იქნება დამყარებული. არა მარტო ფრენის დინამიკის მხრივ, არამედ თვითონ კორპუსის ფორმისა და სხვადასხვა პარამეტრებისთაც კი. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ის კვლევები, რომელიც ბატონმა გოგიმ ჩაატარა. ეს არის უდავოდ ნიჭიერი პიროვნება, ძალიან მიზანსწრაფული და უნდა ითქვას, რომ მან გააკეთა სერიები მოდელების და ასევე ჩაატარა გარკვეული ანგარიშები აი ამ ფრენასთან დამოკიდებულებით, როგორც მოდელის, ასევე რეალური პირობებისათვის შექმნილი საფრენი აპარატის. გარკვეული შედეგები მას დადებითი უდავოდ აქვს. ფიქრობ, რომ მისი სამუშაოთი არა მარტო ქართველები, არამედ საზღვარგარეთელი სპეციალისტებიც უნდა დაინტერესდნენ და საფუძვლიანი გამოკვლევის შემთხვევაში გარკვეულ მიზნამდე იქნება მისული ბატონი გოგის ამოცანას გადაწყვეტა. საერთოდ ორიგინალობა ეჭვს არ იწვევს. რაც შეეხება შემდგომ პერსპექტივებს, ეს უკვე კვლევის საკითხია და მასზე წინასწარ დასკვნების როგორ შენდებოდა ეგვიპტის პირამიდები? ეს კითხვა დღემდე ამოუხსნელი და მთავარი თვალსატეხია მსოფლიოს საოცრებების მკვლევარ მეცნიერებისათვის. მიუხედავად ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისა, ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი დოკუმენტური წყაროები, რომლებიც მეცნიერებს მისცემდა პასუხს მასზე, თუ როგორ, რა მექანიზმებით ან რა საშუალებებით შენდებოდა ეს საოცარი ნაგებობები. არსებობს უამრავი სხვადასხვა ჰიპოთეზაც. წარმოგიდგენთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსის, მრავალი გამოგონებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორის, ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას ეგვიპტის პირამიდების, კერძოდ ხეოფსის დიდი პირამიდის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ალგორითმს. გოგი კვარაცხელიამ არა მარტო ნახაზებისა და თეორიის დონეზე შეიმუშავა ქვისლოდების წყობისა და სიმაღლეზე აზრდის ტექნოლოგია, არამედ უკვე პრაქტიკულადაც წარმოადგინა მექანიზმი, მაკეტი და ანიმაცია ამ ტექნოლოგიის განსახორციელებლად. ბატონი გოგი კვარაცხელიას ტექნოლოგიისა და მექანიზმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პირამიდის საფეხურების ფორმირებამდე მშენებლები სავარაუდოდ ახდენდნენ ხის მასალის გამოყენებით ხარაჩოთა სისტემის ფორმირებას. ხსენებულ სისტემას გააჩნდა დახრილი პანდუსების რამოდენიმე წყვილი. ამასთან პანდუსების წყვილებიდან თითოეული დახრილი იყო საპირისპირო კუთხით, რომელთაგან ერთი განკუთვნილი იყო მიწის პირიდან პირამიდის პირველი საფეხურისკენ, ანუ შიგა მიმართულებით ქვის ლოდის გადასაადგილებლად, ხოლო მეორე პირამიდის პირველი საფეხურიდან უკვე გარე მიმართულებით სიმაღლეზე გადასაადგილებლად. პანდუსების წყვილების შესაძლოა ფორმირებული ყოფილიყო ფიცარნაგის ფორმით და გამაგრებული ხის საყრდენი ძელებით.
სიმაღლეზე გადასაადგილებელი პანდუსებიდან ასაშენებელი პირამიდის მიმართულებით ფორმირებული იყო ბილიკები. ბილიკები ისევე როგორც პანდუსები კონფიგურირებული იყო ფიცარნაგის ფორმით და გამაგრებული საყრდენი ძელებით. ბილიკების რაოდენობა შეესაბამებოდა ასაგები პირამიდების საფეხურების რაოდენობას. ამასთან სიმაღლის მიმართულებით ყოველი მომდევნო ბილიკის სიგრძე მეტი იყო წინაზე. მათი ამგვარი კონსტრუქციული ერთობლიობა ხარაჩოთა სისტემის ცენტრალურ ნაწილში აფორმირებდა პირამიდის ფორმის წარმოსახვის სივრცეს. შეიძლება ითქვას, რომ ბატონი გოგი კვარაცხელიას მიერ შემუშავებული მშენებლობის კონსტრუქციული პრინციპი, ტექნოლოგია და მექანიზმი ყველაზე რეალისტური და მუშაუნარიანია დღემდე. ჰიპოთეზების საფუძველზე და მხოლოდ იდეების დონეზე წარმოსახულ კონსტრუქციებს შორის. იგი წლების განმავლობაში პირამიდების მშენებლობის ყველა სავარაუდო მეთოდის შესწავლის შემდეგ თვლის, რომ პირამიდა არც ვინმე იმდროინდელი ცნობილი მშენებელი ინჟინრის, არც უცხოპლანეტელების აგებულია, არამედ პირამიდის აგების პრინციპი არქიტექტურისა და არასტანდარტული ფრაქტალის გეომეტრიული ნიმუშია. ხოლო ნაგებობის სიმძიმის ცენტრი და სიმტკიცის ძალთა გადანაწილების ურთულესი ფორმულა კი წმინდა მათემატიკური გათვლების ფანტასტიკური შედეგი. გოგი კვარაცხელიას ჰიპოთეზასთან დაკავშირებით რამოდენიმეჯერ შედგა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტების პროფესორებთან, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და ამ იდეას უჭერენ მხარს. აქვე გთავაზობთ მეცნიერთა რეკომენდაციებსა და მოსაზრებას. ფრენა ბავშვობიდან მეტი ოცნება არ მქონია. ამბობს ახალი საფრენი აპარატის გამომგონებელი პროფესიით ინჟინერ-მექანიზატორი პოლკოვნიკი გოგი კვარაცხელია. დრო აკადემიაში საკუთარი ძალებით ქმნის სამეცნიერო ტექნოლოგიურ ლაბორატორიას, რომელსაც ერთ დღეს პირწმინდად ასუფთავებენ. რევანშს მიზნად არ ისახავს, განაგრძობს მუშაობას და რამდენიმე ერთგულ, მხოლოდ შიშველ ენთუზიაზმზე მომუშავე ადამიანთან ერთად, საკუთარ კანონზე და ფორმულაზე დაყრდნობით იწყებს სრულიად ახალი ტიპის საფრენ აპარატზე მუშაობას. საფრენი აპარატი შედგება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მბრუნავი იმპელერის სისტემის ორი ნახევარსფეროსაგან. კონსტრუქციას არ ჭირდება არც ფრთა, არც ერთი სახის რეაქტიული ძრავები. არ ჭირდება უზარმაზარი აეროდრომების მშენებლობა და საფრენ დასაშვების ზოლები,
ამას შეუძლია ყველგან ნებისმიერ ვარიანტში აფრინდეს და დაეშვას ვერტიკალზე. და არის სხვადასხვა შედარებით ეკონომიური. თვითამწეობაზე და მარგი ქმედების კოეფიციენტზე 2-3-ჯერ მეტი რო იქნება ნებისმიერზე არსებულთან ნებისმიერზე შედარებით, ეს ამაზე საერთოდ ეჭვს არ მიყარება. სწორხაზოვან სიჩქარეზე წინასწარ ვერ გეტყვით, სანამ მოქმედი მოდელი არ გაკეთდება, გამოცდა არ ჩატარდება. აპარატს ესე იგი თავისი მოძრაობის ბრუნვის ხარჯზე შეუძლია გამოიმუშაოს დიდძალი მუდმივი დენის ენერგია, რომელიც შენახვაზე ალბათ შემდგომ იქნება საუბარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ღამის ფრენების სრული გარანტიისათვის, თვით კონსტრუქციაც არის ისეთნაირად აგებული, რომ ამას ნებისმიერი კონსტრუქტორი ახლა თქო უნდა სუყელა არა, მაგრამ ადამიანი რომელსაც ესმის უკვე ტექნიკა და ავიაცია ყველანაირი კუთხით შეიძლება მიუდგეს, ყველანაირი კუთხით, აქ ყველაფრის გამოყენება შეიძლება, კონსტრუქცია არის ისეთნაირად აგებული. აქ შეიძლება დამონტაჟება დაუშვათ და თუ იქნება ეს სამამარი დანიშნულების და ეს სამამარი მოქმედებისათვის ნებისმიერი სამამარი იარაღის დაყენება შეიძლება, სხვა შორის მათ შორის ლაზერის, რომელიც შორს მოქმედი არის. Телеаббревиатура и означает усиление света вынужденным излучением. Так как же он работает, что свет может нанести такие разрушения? Все дело в методе спектрального комбинирования, при котором несколько выходных лучей объединяются в один мощный пучок энергии. Вспомните о призме, которая разбивает луч белого света на все цвета радуги. Мощные лазеры запускают этот процесс в обратном порядке, объединяя всю световую и электромагнитную энергию воедино. В области противовоздушной и противоракетной обороны, который необходим для поддержки армии и отражения угроз нового поколения, таких как новые гиперзвуковые ракеты из Китая и России. Эта система в 10 раз мощнее тех, что устанавливались на самолеты. Он уже способен не просто нагревать цель и отключать его электронику, но и в прямом смысле расплавлять металл. Пролетающий самолет постепенно превратится в ერთი თუ გამოჩნდა 100 გამოგონებელი იმას ცდილობს და ფიქრობს ყოველთვის სამეფადის ერთი გამოგონებელი დაჩაგროს და იმას ხელი შეუშალოს და იმას რაღაცა და ის 100 გონებრივი პოტენციალი იხარჯება იმისათვის ის ერთი და თუ გუნოს და არა იმისთვის რომ სხვა რაღაცა გაკეთდეს და წინ წავიწიოს. რა ვიცი, საერთოდ შიში რამცნება არც ვიცი. საქმის თუ არ გეშინი ალბათ გიჟი უნდა ვიყო. ნამდვილი კოლხია. გავიფიქრე. დავწებ დათა თუთაშხია გამახსენდა. ვიღავი ჩემთვის და ვაკეთებდი იმას, სწორად იმას არ ვიტყვი, რომ რაც მინდოდა იმას, მაგრამ სხვა შორის დამოკიდებული არასდროს არ ვიყავი იმას. ასე მგონია რომ უკმად არ დამიკარგია ჩემი მასპილისტები, ჩემი ახალგაზრდობა. და მიზანი ჩემი ყოველთვის იყო გამეკეთებინა ისეთი რაღაცა, რომელიც ჩემს შემდგომ, ჩემს მომავალთაობას გამოადგებოდა დანიშნულს.
ისგან ვისაკეთებ ამისი ლულით და ამისგან გავაკეთეთ ეს. აქაც იგივე ერთი კილოგრამი ზონა. ათისებაზე ითოს? რა თქმა უნდა. ასეთი შესაძლებელი გვაქვს ჩვენ დაახლოებით 500 შეარაღაში. ეშენობა ჩვენ ბლომად გადავაკეთეთ არაფერი არ ჩამოვარდება. ეს მაინც რუსეთის ამერიკის სკოლია ბატონო პრეზიდენტო, ხოდა ეს პროფილი ნარს ნაკოსა. რაც პროფესია შეიარაღებაში. გამოვცადეთ, აი თქვენ იქნება ეგეთი ფორმის ბატონო პრეზიდენტო. აი ეს ფორმა იქნება საერთო საბოლოო ჯამში თქვის ფორმა. ეს არის პირზე, ეს არის თქვის ფორმა. გასვლის დროს თანტრიალებს დამიფიქრებს. წარმოადგენლების თქვენი სახით უახლოვდებიან, როგორც ახლა მიღებულია ითქვას, მსოფლიო სტანდარტი. არ გიცდეთ თქვენი მოდელების საზღვარგარეთ რეკლამირება და ბატონო. ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია საქართველოში და ქართულ ხალხს. მე მგონი საზღვარგარეთ არ უნდა გავიდეს წინასწარ. მაგრამ საუბრობთ რა ვიცი, აბა ცოტა ალბათ სხვანაირად არ გამომივიდეს და ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ, ასეთი იდეა გვაქვს, რომ აი ვიშოვოთ ფული და ვიყიდოთ. მე მგონი ჯობია ჩვენ გავაკეთოთ და გავყიდოთ. აი ეს გამყიდველი ვისგანაც ჩვენ ვყიდულობთ ნებისმიერს ეს იარაღი იქნება, ეს ავიაციაში იქნება, საზღვაოში იქნება თუ ნებისმიერ ვარიანტში ის კაცი რომელიც ყიდის ის შენ არ მოგცემს იმას რომელიც მას თვითონ ჭირდება. აქვე დავძენთ რომ შექმნილი 6 თეორიიდან 3 უკვე დამუშავებული და განხორციელებული. ბოლო იდეა ჩემი და აი ბოლო აი მიზანი ჩემი არის ელექტრომაგნიტური ძრავები. მე ასე მგონია და ასე ვფიქრობ რომ ესე თუ ჩვენ აი ეს მარტო ჩვენ არა კაცობრიობა მოსალოდნელი ეს მესამე მსოფლიო ომი აიცდინა თავიდან 21 საუკუნე თუ პირველი ეტაპი არა მაინც 20-იან 30-იან წლებში მე მგონი საფრენი აპარატები რომელიც ახლა დღეისთვის არსებობს მე მგონი მოხსნილი იქნება პრობლემასაც აქვს. ნებისმიერი საფრენი აპარატი 21 საუკუნეში აი 20-იან 30-იან წლებში მაინც იქნება სულ ყველა ელექტრომაგნიტურ ძრავებს. თქვენ როგორც სამხედრო პირი რა სიტყოდით კაცობრიობის მომავალზე? მე თავიდან ასე გითხარით, სხვა შორის რომ მე ჩემს იდეებს არავის არ ვახრივ თავზე, მაგრამ ჩემი მოსაზრება ასეთია რომ ესე თუ ჩვენ ის მოსალოდნელი, რასაც ვეძახით მესამე მსოფლიო ომს, კაცობრიობამ თუ აიცილა ეს თავიდან ხელოვნებაში მაქვს აი ფართო მასშტაბიანი მსოფლიო ომი. ეს ვააც არ გამიგოთ ახლა რომ მე ვამტკიცებ იმას რომ ტექნიკის განვითარებისათვის საჭიროა ომი. მაგრამ ტექნიკა ელვისის საფით წავაწინდა. აი ჩვენი პლანეტის მაცხოვრებელი ხალხის ოცნება რაც არის რომ აი ვეძებ ჩვენს წინაპრებს. მე მგონი 21 საუკუნეში ეს ახდება და იქნება რომ ჩვენ წინაპრებსაც მოვინახულებთ.